სალამი დღე 10 წუთის მატების და მოკლედ ახლა რა შევშებით რა. ახლა ის ღამის 4 საათი, 04 რაღაცა 5 საათი დაიწყო. და უბრალოდ ჰაერზე გვინდა ბიჭებს გასვლა და მე და შევინც მაგაცი. მოვიდა ჩამოვიდეთ პარკში და მაინც ღამე არის და ასწორებს და ცოტა ხნით ვიჟები და ვისაუბრებთ რა. ხო, მე რასაც გავაკეთებ, უბრალოდ მე რასაც გავაკეთებ არის ის რომ წავალ ჯიმში, ვივარჯიშებ და მალე მოვჩები რა ვარჯიში, იმიტომ რომ საერთოდ გავუძებიდან 2 საათში, 3 საათში არის საუკეთესო დრო წახვიდეთ სავარჯიშოდ, ანუ გაიღვიძებთ 9 საათში შეჭამ და მე სავარჯიშოდ წახვდით. ძიმე არ უნდა შეჭამოთ რაღაცა. და ხო ისა ღამის 2 საათზე გავუკვირდი და მაინც ყოველ შემთხვევაში საშინელი გრაფიკი მაქვს, საშინელი. Фу, ასწორებს. მოგეთ ახლა ავქენით რა. მე და შევინც მაგაცი, ანუ გიორგი. და ღამის 3 საათზე გამოვედით, 4 საათზე რადიოც იყო. და დილის 6 საათამდე პარკში ვიჯექით, თამაშობდით რა სპარინგობდით რა. აბა სათამაშობდით კი არ თამაშობდით. ნუ ხომ. და ახლა წამოვედი ჯიმში და 6 საათზე რა კაია რომ არავინ არა. მუსიკას უსმენ და დასვენების შორის დროს ცეკვავდა ეგეთ ორგიო რა. და მაგრა ასწორებს. მე და ასეთი private gym მქონდეს მეც. მეტი რომ გავიძდები მექნება. ნუ ხო. ახლა კიდე გავაგრძელებ მხრების ვარჯიშს და მომძრახები. ახლა მოვიდი სახში და გამოიცემთ რა. მოგეთ ვარჯიშს მე ხო ვიბან ხოლმე. ხო და დავიბანე რა ვიბანავე, ამჯერად რუსი კი არ დამჩენია. მაგრამ ანუ პირსახოთი არ მაქვს ხოლმე, პირდაპირ იმით ფენით ვიშრობ ხოლმე რა მთელს ყოველს. კარგად აშრობს ეგ და ყოველთვის ვეუბნები ხოლმე ჩემთვის რა, ანუ ერთ დღეს ეს ფენი არ იმუშავებს, ერთ დღეს ეს ფენი არ იმუშავებს და დაჩები ეგრე. ხო და მაგას ფიქრობდი ეგრე, მართლა არ იმუშავა რა. და დავჩი ეგრე. თმები კიდე კაი ახლა ზაფხულია და ისეთი სიცხეა. უცებ მიშრება ყველაფერი. თორემ შეიძლება გავცილებულიყავი რა. და სამთავრო რო ყოფილიყო გავცილდებოდი და მეგარა. არა მეგარაფერი მაინც. თავარია ყველაფერი კარგად არის და უკვე გავშლი. ახლა არის 06:50 და ანუ 7 საათი იწყება დავფრთხეთ 8 საათი. და რას ვიზამთ ახლა? ალბათ წამოწვევი. და მე ცოტა ხანში კატლეტებს შევიწვი. მე კატლეტების ჭამის შემდეგ, კრეატინი უნდა მივიღო ახლა. მეორე დღეა უკვე კრეატინის მიღების და მე კატლეტების შეჭრის მერე უკვე პანკეიკები. და მე ერთი ბოთლი რძე. და ეგ არის. არ მოვიყვები ხალხო. მაგარი დავლილი ვარ და მაგრამ ეძინება. და მე მგონი ახლა 11 საათია ჯერ. ახლა ერთი პანკეიკებს გავიკეთებ. მე 17 საათამდე შევეცდები გავქაჩო. მე მომდენ დია ჩემი ძეს. და მე დავიძინებ. და ვიდეოს დავდებ და მე დავიძინებ. აი, ყველაფერი ცოდი მე როგორ დაგადახტა, ახლა შევადეთ. მე დავიწყე რა თვითონ პანკეიკებს გავიკეთე, მეთქი უკვე მაინც ავდექი რაღაცა ბოლო ძალა მოვიკრიბე, მე თან მეძინება უკვე პირველი საათი იწყება და რა თქმა უნდა კვერცხიც ყველაფერი რატომ თავდება ამ ბოლო დროს? აი ისე უნდა დავიწყო ჩემი ცხოვრების ყველა დეტალის გაკონტროლება რა. მართალია დიდ რა უფრო ანუ ისეთ სიტუაციაში დამაყენებს, ანუ როგორ თქვა, უფრო რეჟიმში ჩამაყენებს, მაგრამ მე პირიქით კარგი არის, მაგრამ მაინც რა ანუ თითოეული დეტალის გაკონტროლება მაინც ცოტა დიდ ენერგიას მოითხოვს, მაგრამ ადრეს გამიკეთებია და ახლაც გავაკეთებ რატომაც არა. ისე უნდა დავიწყო ყველაფრის დათვლა, საათების დანიშვნა, რომ უკეთესი პროგრესი მივიღო, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, თუ ცხოვრებას არ აკონტროლებ, მაშინ ცხოვრება გაკონტროლებს იქით. თან დღეს იმდენი ტკბილეული, იმდენი ნაყინი და რავი, იმდენი რაღაცა ვჭამე, რომ არ ვიცი რა, ანუ თან საშინლად მწყურია ახლა, იმიტომ რომ კრეატინის მიღება რომ გავაგრძელე ისევ გამახსენდა რომ კრეატინს როცა იღებ, უფრო მეტი წყალი გინდება რა და მეციდად ძალიან ბევრ წყალს ვარ, მაგრამ წყალი თქოს არ მაწყობს რა, უფრო და უფრო მეტი წყალი მინდა. რაც ერთი მხრივ კარგი არის იმის გამო რომ კუნთებში წყალ ჩამიჯენს და ბევრად მეტი წონა ვიქნება. თუმცა ახლა 17 საათამდე რა მოითმეთ? ანუ განამშიან რა, უბრალოდ მე დამეძინება და ძალიან ანუ გამერთულდება ჭამა, მაგრამ
მაგასაც მოვახერხებ რა თქმა უნდა. რომ ყველაფერს ვახერხებ ხოლმე. თუმცა მაინც მოყვარს ხოლმე რომ აი მოსტუმრებული მაქვს მე და არაფერი სადარდებელი არ მაქვს ხოლმე. კი შემიძლია ახლა ჩავიდე და ვიყიდო კვერცხი, მაგრამ მაინც მეზარება რა. მაინც დედა ჩემი უნდა ამოიტანოს და დავალოდები მაგის ამოტანოს. თუმცა ხვალდან უფრო დიდ რეჟიმში ჩავჯრები და როგორც დღეს გაღვიძებიდან 2 საათში წავედი სავარჯიშო და ყველაფერი მოვისტუმრე. ზუსტად იგივეს ვიზამ რა. თან ახლა ხვალ წვერებიც მაქვს გასაყარსი და მედი ახლა ვიდეოში ძალიან არ მეტყობა რომ ცოტა ჩაშავებული მაქვს სახე. მე რო ვიპარსებ ხოლმე უცებ მიბწყენდება სახე და მაგასაც მოვაგვერებთ რა. ნუ ახლა დავალოდები ალბათ დედაჩემის მოსვლას, შემდეგ 1-5 საათი. და მე ხო შევიდა საჭრელს და დავლევ წეს. ხო აი იმის დამატება დამოვიწყდა რომ არ ვიცი დღეს რა დამემართა, მაგრამ რავი აი ჩემი შიმშილი ავიდა პიკზე რა. იმდენი შოკოლადი ვჭამე მე 3 ნაყინი ვჭამე. კიდე რები ვჭამე, ხო ანუ კიდე დამატებით პურები ვჭამე. რომ დღეს ჩემი კალორიები დაახლოებით 5000-მდე ავიდა. მოდით ავარ ვისაც დავამთავრებ კვებას. და რავი. ალბათ დღეს მაგარი გადატვირთული რო მქონდა სხეული და კალორიები რო სჭირდებოდა მაგის გამო მომთხოვას ხოლმე ამდენი საჭმელი რა. თუმცა მთავარია რომ ცხიმი არ მემატება რა. და ჯერ კიდევაც ცოტა გამომშალია. ასე რომ ხო არა უშავს. ახლა ვფიქრობ რა რომ კალორიების ოვერდოზი არ გამომივიდეს, ანუ დღეს ძალიან ბევრი შაქარი მივიღე ისედაც და მაგის ზომით კალორიებიც ვთქვათ რომ არ გამომივიდეს და ცხიმი არ მომიმატოს. ვფიქრობ რომ ძეს არ დავალევ დღეს და არც პანკეიკებს გავაკეთებ და უბრალოდ დავიძინებ. მაგრამ მეძინება უკვე 17 საათია. ცოტა 1-3 საათი შევეცდები კიდე გავქაჩო და მე დავიძინებ. ნუ ხო. ვფიქრობ დღეისთვის სულ ეს იყო. ჩემი არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ და ნუ ხო, შეხვდებით ხვალ. ნახვამდის.